მოგესალმებით მაესტრო, სახალხოებს უყურებთ 12 საათზე და ამავე დროს უსმენთ ტალღაზე FM 94 და 7. სტუდიაში ხატია ქვათაძე ეწყებს მუშაობას. საბერძნეთის პოლიციამ ცნობილი ქართველი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება, თუმცა დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც დაკავებული პირი ხელმძღვანელობდა, გამოძიების ინფორმაციით ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში მოქმედებდა. ეჭვმიტანის ინტერპოლი ფულის გათეთრების და მკვლელობის ბრალდებით 2009 წლიდან ეძებდა. 51 წლის კანონიერი ქურდი ათენთან ახლოს დააპატიმრეს. დაკავებულია მისი 36 წლის მცველიც, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა საბერძნეთის მედიის ინფორმაციით. კრიმინალური ავტორიტეტი ძვირად ღირებულ სასტუმროში ყალბის საბუთებით ცხოვრობდა. მის ნომერში სამართალდამცველებმა 45 მმ კალიბრიანი პისტოლეტი და მჭიდი 10 ვაზნით ამოიღეს. საქართველოს მხატვართა კავშირს კი ახალი თავმჯდომარე ხავს. ციცო მჭედლიძე ამ პოსტზე 5 წლის ვადით აირჩიეს. არჩევნებში 500-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კავშირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კენჭს კიდევ ერთი კანდიდატი გურამ ცერცვაძე იყრიდა, თუმცა მჭედლიძეს 267-მა დელეგატმა მისცა ხმა. ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ პრიორიტეტად იმ მიწებისა და ფართების ლეგალიზება დაასახელა, რომელიც წესით მხატვართა კავშირის კუთვნილება უნდა იყოს. მხატვართა კავშირის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 2011 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა. ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძეს მხარდამჭერებს ციხიდან მიმართავს და მათ ყველას მადლობას უხდის. სპორტსმენის ხელნაწერი გაზეთმა ყველა სიახლე მის ინტერვიუსთან ერთად გაავრცელა. ჩემს გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ სრულიად უდანაშაულოდ ვიმყოფები პატიმრობაში. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი უდანაშაულობის სჯერა ვახსოვარ და გვერდში მიდგას გიორგი დემეტრაძე, ნათქვამია ფეხბურთელის წერილში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არის დაკავებული. 2011 წლის მიწურულს მისმა ადვოკატებმა ევროსასამართლოში საჩივარი გაგზავნეს. ამას გარდა არსებობს წერილი და მოთხოვნა პრეზიდენტისადმი დემეტრაძის გათავისუფლების შესახებ. ამ წერილს ქართული საფეხბურთო სამყაროს არაერთი წარმომადგენელი აწერს ხელს. გერმანიაში თქვენი ლოცვების იმედით მივდივარ, ასე მიმართა პატრიარქმა დღეს მრევლს საკვირაო ქადაგებისას და შემდეგ სრულიად საქართველო დალოცა. ილია მეორე დღეს გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მორიგი პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. უწმინდესი გერმანიაში თებერვლის დასაწყისამდე დარჩება. ჩვენ მივდივართ გერმანიაში, ბერლინში უნდა გამსინჯონ ექიმებმა და თქვენი ლოცვების იმედით მივდივართ. ილოცეთ ჩვენთვის, ერთ საათში ჩვენ უნდა გავიდეთ თვითმფრინავით. ჯვარი გაწერო და მშვიდობა მოგცეთ უკაობა. საქართველოს პრეზიდენტი და კი გუშინ რუსთავს ეწვია მიხეილ სააკაშვილმა საცურაო აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მოახლოეს პერიოდში ქალაქს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სპორტული კომპლექსი ექნება. პრეზიდენტის ინიციატივით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და წარჩინებული მოსწავლეები აუზით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ. გუშინ სააკაშვილმა ახალი სასტუმროს მშენებლობისა და პროექტის შესახებ ინფორმაცია არქიტექტორისაგან მიიღო. სამვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის მშენებლობაც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, წლის ბოლომდე დასრულდება, 9 სართულიანი იქნება და 70 ნომერს მოიცავს. ამას გარდა პრეზიდენტი გუშინ ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. რუსთავში მე რეგულარულად დავდივარ, მაგრამ ასე საჯაროდ შეხვედრა ეზოებში დიხანი არ გამართავს. და მე მინდა უბრალოდ თქვენი აზრი ვიკითხო. რა არის გასაკეთებელი, რა არის მთავარი საკითხები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. მე დავდივარ ამ შეხვედრებზე არა იმიტომ, რომ მინდა რომ ვინმე ჩემი სახელი წამოიძახოს ან ტაში დამეკრას, არამედ იმიტომ, რომ თავარი ენერგიას ვიღებ თქვენგან და თავარი ინფორმაციას ვიღებ თქვენგან. ინჟინერი ბიჭი მყავს, სახე ვერ მუშაობს, არ მუშაობს, არა, ვის სპეციალისტია? მეტალურგია, მაგრამ არ არის ადგილი. თითქმის საჩვენებელი, არაჩვეულებრივი ბიჭი, უნიჭიერესი ბიჭი. მე მედიცინის მუშაკი ვარ 55 წელი, ჩემო მისიკო, სიყვარულო, ძალიან მიყვარ. უნდა მაკოცო ისე წახვიდე. ჩვენ გადავდივართ ნელ-ნელა ეტაპზე,
როცა სამსახური ჩდება და ის არის დაბალანაცხოვრებელი. 2008 წელს, როცა ჩვენმა მტერმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს დამთავრდა, იმის შემდეგ რუსთავში მინდა შეგახსენოთ, გაიხსნა 5 ქარხანა, გაიხსნა ერთი დიდი სავაჭრო კომპლექსი, რაც არის ეს მანქანის ბაზრობა და სხვა და შეიქმნა 20,000-ით დაემატა სამუშაო ადგილი 100,000-ზე ცოტა დიდ ქალაქს. მე ვარ გენაცვალი 2003 წლის ომის მონაწილე. ტანკისინ იმიტომ კი არ ვიდექი რომ ის მომავალი ერი მინდოდა კარგად ყოფილიყო. ჩემთვის წვია რომ მოერთხათ, თვალი არ უნდა დამეხუჭა. იმ აზრით ვიყავ გამსჭვალული თავრობის სახლის წინ. ეს დროშა წვია არ მიჭერია მე ხელში. ტანკისინ ვიდექი ამ დროშით ხელში 2003 წელში. ეხა დროშით რომ მოვედი, გამაჩერეს და მითხრეს, მოგზავნილი ხომ არ ახარო. არავის არ მოუგზავდი ვარ მიაკა. სიკვდილამდე ფეხზე ვიქნები მიშა სააკაშვილისთვის. აი ქალბატონო კამარია სინამდვილეში ნამდვილი მიდი პოლოწლების მართლა იმიტომ კი არა რომ დროშით არის ხელში იმიტომ რომ მართლა მე ვიქნები სიკვდილამდე თქვენთვის იმიტომ რომ ჩვენი დიდი მტერი ყავს სოფელ ნიქოზის გადასარჩენად და მისი სკოლის გადასარჩენად ასოციაცია საქართველოს ამერიკელი მეგობრების ორგანიზებით სასტუმრო რადისონში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. სოფლის მოსწავლეების დასახმარებლად გამოფენა აუქციონში ქართველი მხატვრები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მხარდამჭერები კი პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები იყვნენ საქართველოში, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი კომპანია. დღევანდელი საღამო არის საქართველოს ამერიკელი მეგობრების საქველმოქმედო საღამო, რომლის მთავარი მიზანია დახმარება გაუწიოთ ნიქოზში მცხოვრებ ბავშვებს, ამ ბავშვებისთვის ხელოვნების სკოლის მშენებლობას. ეს არის უნიკალური პროექტი. ნიქოზი არის ერთ-ერთი სოფელი, სადაც მოსახლეობა 2008 წლის აგვისტოს ომის მერე დაბრუნდა და აქ მეუფე ისაიას დიდი ძალისხმევით ხდება ამ რეგიონის, ამ სოფლის აღმშენებლობა. საღამოს ფარგლებში იმართება აუქციონი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოში ცნობილი მხატვრები. ამ ღონისძიებას მხარს უჭერს პოლონეთის საელჩო საქართველოში, ამერიკის საელჩო, ყველაზე მსხვილი კომპანიები, რომლებიც საქართველოში არსებობენ, გალფის პატრონაჟით ხდება ეს საღამო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კორპორაციების მხარდაჭერის გარეშე ესეთი სოციალური პრობლემების გადაჭრა საქართველოში ვერ მოხერხდება. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კი ამერიკული პიესის სამეფო ოჯახის პრემიერა შედგა. ცნობილი სცენარით შექმნილ წარმოდგენაში რეჟისორს ქართველი მაყურებლისათვის სიახლე არ შეუთავაზებია. კეთი დოლიძის განცხადებით, ამ იდეის რეალიზებისათვის ის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა სპექტაკლი უკვე განახლებულ თეატრში შედგა. პრაქტიკულად არ გადის წელი, როდესაც ეს არ იდგმება ამერიკულ სცენაზე. და აი ახლა ბოლო დადგმა ბროდვეიზე, ძალიან ცნობილი დადგმა იყო 2009 წელს. მაგრამ მე მგონია ჩვენ მოვახერხეთ ისეთ ნამდვილი ბროდვეის შოუ დაგვედგა. მე ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები პირველ რიგში ჩემს მსახიობებს, რა თქმა უნდა მანანას და რაც მთავარია, მინდა ავღნიშნო ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე. აი მარიამმა სრულიად დაამშვენა ეს სპექტაკლი მისმა ქორეოგრაფიამ და საერთოდ ისეთი ზეიმია, მხიარული, იუმორით სავსე და ძალიან სასაცილო სპექტაკლია და რაც თავარია დახუნძლულია ესეთი ვარსკვლავებით. ეს არის ამერიკული კომედია ედნა ფერბერის და ჯორჯ კაუფმანის სამეფო ოჯახი დინასტიაც ქვია სხვანაირად პიესას, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩვენ გვინდოდა რომ განვეხორციელებინა. და ისე მოხდა რომ სანამ რემონტზე გავიდოდა თეატრი, თქვენ იცით რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, სწორედ აი რემონტის წინ შედგა ამ სპექტაკლის ესე თქვათ პირველი პრემიერა და მას შემდეგ ჩვენ ვერ მოვახერხეთ თამაში. ამის გამო და აი ახლა აღვადგინეთ, ანუ ასე ვთქვათ ეს ისევ განახლებული პრემიერებს ვთავაზობთ მაყურებელს.